ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ 4 ქვეყანას აქვს აღიარებული. ესენია სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის და ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჟანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას და ამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.